მაგარია. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს დილის 8 საათიდან 11 საათამდე. დილა იმედისა. დილა იმედისა. სალომე ბაკურაძესთან ერთად. დილა იმედისა. 10 საათი 13 წუთი ჩვენი ურთიერთობისთვის განკუთვნილი ბოლო საათი დაიწყო, მაგრამ იქამდე თქვენთვის ძალიან კარგი სიურპრიზი გვაქვს, რომელიც ჯერ არ დამიანონსებია, რადგან მარიამს ველოდებოდი, რომ როდის შემოგვიერთდებოდა. მარიამ, მოგესალმები, მარიამ ჯორბენიძე შემოგვიერთდა. როგორ ხარ? გადასარავად. მაგარი პასუხია ძალიან. ესე იგი, თუ გინდათ რომ თქვენც იყოთ გადასარევად ძირფასო მსვენელებო, ვილაპარაკე გადაცემის დასაწყისში, რომ გარანტირებული გაქვთ ჩვენთან ერთად სითბო და კარგი განწყობა თქო, მაგრამ მაინც აუცილებლად მიუხედავთ იმისა, რომ ჩვენი გადაცემა პრინციპში დასასრულს უახლოვდება, ჯერ 1 საათი კიდე გვაქვს, მაგრამ მაინც თქვენ უნდა დარჩეთ FM 105.9-ზე, იმიტომ რომ სულ ცოტა ხანში ჩვენ შემოგიერთდებით უკვე სტუმრებთან ერთად, არაჩვეულებრივი ჯგუფი, რაღაც დასასრული შემოსალომე, რაღაც დასასრული. ბოლო საათს ჩვენ რო ვიცით რომ ბოლო საათია, და გეზე გამიხილოთ რა ბოლო საათი. თორე ახლა იწყება თუ ის ხამდილი და რო აქვთ თორე სინამდვილეში მთელი აქტივობა და გადაცემის დასკვნითი ნაწილი პრინციპში ახლა იწყება, ასე რომ შეგიძლიათ თუ კი სურვილი გაგიჩნდებათ რაიმე კონკრეტული კითხვის დასმის და ან უბრალოდ მოეფეროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცოტა ხანში სტუდიაში შემოვლენ. ჩვენი ტელეფონის ნომრები მუდმივად თქვენს განკარგულებაშია 292 11 88 ან 292 11 89. ჯგუფ მინსზეა საუბარი, რომელიც სულ ცოტა ხანში თავისი ენერგეტიკით ჩვენ სტუდიას დაამშვენებენ და იმედია თქვენსაც გადმოვა ეს ყველაფერი მე მესმოდა. ვიდრე სტუდიაში ვიყავი, რომ პატარა რეპეტიცია. ვირო ხურდებოდნენ. იმისთვის რომ ცოცხალი შესრულებით შეგვისრულონ თავიანთი ძალიან ესეთი კარგი ენერგიული კომპოზიციები და ერთად ესეთი ენერგიული ბიჭები არიან. და სიმპათიური გოგონებად და სიამოვნება გელით მომართეთ და მოემართეთ თქვენ იმისთვის, რომ დარჩენილი ბოლო საათი დილა იმედისას ერთად გავატაროთ. დილა იმედისა. სალომე ბაკურაძესთან ერთად. დილა იმედისა. 10 საათი 19 წუთი დაუბრუნდით ის დილა იმედისას ეთერში, ჩემო ძვირფასებო და რა თქმა უნდა, მარტო არა, როგორც უკვე დავაანონსე, ჩვენთან ერთად არიან არაჩვეულებრივი ენერგიის მატარებელი ბიჭები, რომლებმაც მე უკვე მომმართეს, ესე ფონურად მესმოდა თუ რაღაც ამგვარი სტუდიაში შემოაღწია მათმა ხმამ, მაგრამ უკვე ძალიან კარგ განწყობაზე ვარ და ვიცი რომ თქვენზეც კარგად აისახება ეს ჯგუფი The Means. ესე ქვია, ჩვენი სტუმრები არიან მარიამ გითმოფეთერს, რომ კარგად წარადგინა და მე აქედან აპლოდისმენტებით მოგაგებებ. ესე იგი, ჩვენი სტუმრები არიან ჯგუფის წევრები ზვიად მღებრიშვილი, ზაზა მღებრიშვილი და მათი პროდიუსერი მირიან გულაშვილი. აი ეს სწორედ ის ადამიანები, რომლებზეც საუბრობდით და ვაანონსებდით. ბიჭებო, მოგესალმებით. ხო, ეს გათამაშებული მართლა ზუსტად ასეთი განწყობა გქონდა, წაღანაც რო უსმენდით, როგორ პატარა რეპეტიცია რო გქონდათ ბიჭებს. გახურება დავარქვათ, ხო? ბიჭებო, ხმა მოიღეთ, როგორ ხართ? ხმა გადასარევია. მოგესალმებით რადიო იმედის ეთერიდან, დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ და პირველ რიგში მივესალმები რა თქმა უნდა რადიო იმედის მსმენელებს. ძალიან გვიხარია რომ დღეს აქ ვართ და შეგვიძლია რომ ვისაუბროთ ჩვენ ჯგუფზე, ჩვენ მომავალზე და შემდეგ მუსიკალურადაც გამოვაცოცხლოთ ალბათ რადიო იმედის. აუცილებლად შეძლებთ ამას. აუცილებლად და დიდი მადლობა თქვენ რომ მოხვედით, არ დაიზარეთ დილით ადგომა, შემოგვიერთდით და მეცაც გეტყვით ცოცხლად აპირებთ. პრინციპში სტუმარი რომელიც აქ მოსვლას რისკავს და მოდის და იღვიძებს, ის ყოველთვის მღერის უკვე ცოცხლად. ეგ ამას ნიშნავს. საიდან დავიწყოთ? მე ვფიქრობ, რომ ზუსტად მაქედან დავიწყოთ, რომ საერთოდ საიდან დაიწყეთ, როგორ შეეკრიბეთ. მე მინდა რომ თქვენ თვითონ წარადგინოთ თქვენი თავი. აი ჯგუფის წევრებმა ან შუაეტებიდან ჩავერთე და თავიდან ზვიადმა დაიწყოს, აუცილებლად. აი თქვენი თავი წარადგინეთ პირადად, როგორ ვინ ხართ, ვინ არის The Means? ესე იგი ჯგუფი შეიქმნა სადღაც 2011 წელს, დაახლოებით მარტში. და ანუ სულ ვართ 4-ნი, მე გიტარაზე და ვოკალზე და კიდე რაღაც ეფექტები და რაღაცებს მე ვაკეთებ ჯგუფისთვის. ბასზე არის ზაზა მღებრიშვილი, შოთა ღვინეფაძე არის კლავიშზე და დრამზე არის დანიელ ადიკაშვილი. და რა ქვია, ანუ ჩემ გარდა ზაზაძე და შოთაც ვღერიან რა. მოგოდ ასე ვთქვათ ლიდ ვოკალი ვარ, მაგრამ არის სიმღერებსაც
შოთა ასრულებს, არის მეორე ზაზა ასრულებს და ერთად ეთობრილებრივად ერთად ვიყავით. ეს იყო შექმნის ისტორია მხოლოდ და მხოლოდ. დანარჩენი ფაბულა ჩენზეა. გავაგრძელებთ. აბა რა. ნუ თავიდან და Alter Vision-ით დავიწყეთ, როგორც ბევრმა ბენდმა დაიწყო, იქ გამოვედით რაღაცა ესა. მე რაღაც პერიოდი ქონდა ცოტა ჩავარდნა, იმიტომ რომ ჩვენ გადავწყვეტეთ რომ უკვე სერიოზულად გვეჩალიჩა ასე ვთქვათ და გავაკეთეთ საკუთარი სარეპეტიციო, რასაც ძალიან ბევრი ხარჯი და დრო ჭირდება, რომ მართლა რაღაც შენი საკუთარი. კი, არის ქირავეთ, არამედ პირდაპირ ესე საკუთარი აგეთ. თავიდან ქირავდით ხოლმე, ეს სეტს ავიღებდით ხოლმე 2 საათიან და დავდით ხო და ჩვენ ანუ ეხლა ქირავთ ერთ ოთახს, იმ ოთახის ქირას ვიხდით მარტო და იმ ოთახში რაც არის ეხლა უკვე ყველაფერი ჩვენი არის რა, მთელი აპარატურა რაღაცა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ჩვენ უკრავთ ეგ ცოტა ექსპერიმენტულ მუსიკას უკრავთ და ეხლა იქ 2 საათი სამ რაღაცებსაც მოგონილი გვაქვს და დავალაგებთ და მოდი ხეს ესე სად რაღაცას და ვიგავიდა 2 საათი რაღაც ეგეთი მომენტები. ხო და მაგისთვის არის ძალიან ბევრი დრო დაგჭირდა ეს სეტაპი უკვე გაწყობილი ქონდეს ჩვენ რაღაც სპეციფიური რაღაცა ბევრი კონცერტების ნაყოფია ჩვენ რაღაცა ზოგან ტრუბები გვაქვს გაყვანილი. ისი სინთეზია თქვენი მუსიკა? მესმის რა ეს არის ექსპერიმენტალური, მაგრამ ხო რაღაცეების აი უფრო ჩვენ ჟანრს ესე ქვია რომ არის უფრო ალტერნატიული new progressive rock ესე ქვია. ოი რამ ხელოსახელების მქონენი ყოფილხარ. ხო და ეს პროგრესივი მოიცავს თვითონ აი ბენდს შევადარო თუ არ ვიცი თქვა, ანუ თვითონ ისეთი აჩვენება ალტერნატიული მუსიკა, უბრალოდ არის ექსპერიმენტული თვლები, მაგალითად, ანუ არასტანდარტული თვლებში მიდის, თქვა რაღაცა არასტანდარტული გადასვლა, ანუ კომპოზიცია არ არის სტანდარტულად აგებული. და ნუ არის ზოგიერთი სიმღერა, რომელიც ჩვეულებრივი სიმღერებიც გვაქვს, რომელიც არ ბალადურიც ან პროსტა ესეთი როკ-ენ-როლური სიმღერები, რომელიც არ არის ძალიან პროგრესივი და პროგრესივი ცოტა ისეთი რთული და რაღაც ესეთი სპეციფიკური უნდა მივხვიდე მაგ ეტაპამდე, ხო? და ანუ სხვანაირადაც ვაკეთებთ სიმღერებს, მაგრამ ჩვენი უფრო ჟანრია ასე თქვა რასაც მივიდევთ არის ეს new progressive rock. ანუ თქვენ თვლით რომ სვენელი თქვენამდე უნდა მოვიდეს თუ თქვენ აღწევთ სვენელს? ჩვენ აი თქვენ კარგად მოაღწიეთ ახლა ჩემამდე. ჩვენ აი უკვე მე-4 წელია უკვე ვართ და უკვე თვითონ თავიდან ჩვენ ძალიან ბევრ შრომობდით, მაგრამ უკვე იმდენ ანუ იმ ხელა ის გაგვეზარდა ასე ვთქვათ. ჟანრიც ახლა მარტო პროგრესივს რო უკრავდით ძალიან გაგვიჭირდებოდა ეს. ამიტომაც გვაქვს რაღაც სიმღერები, რომელთაც ეს შემოზიდო. კი, აუდიტორია გვაქვს ჩვენ ცოტა ხნის წინ ჩავატარეთ ისეთი კონცერტი, რითაც დავარწმუნდით, რომ აუდიტორია მართლა არსებობს და ხალხს უყვარს ჩვენი სიმღერა. ივენთ ჰოლში ჩავატარეთ კონცერტი, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და მე რატო არ ვიყავი? აბა რატო არ იყავი? არ მახსოვს. ეს ძალიან მაინტერესებს, ძირითადად თქვენი აუდიტორია ვინ არის? ანუ აი სტუდენტები არიან თუ პირიქით უფრო თაობა თუ რა უფრო სტუდენტები და კიდევ უფრო ახალგაზრდები 13 წლიდან ზევით. კარგი ხალხს გემოვნება ეხვეწება ეს იმაზე. თინეიჯერებს ძალიან უყვართ ხოლმე წერენ ხოლმე რაღაცა ისე და მირიანი როდიდან შემოგიერთდათ? აი მირიანი შემოუერთდა ჯგუფს სადღაც შუაში შეიძლება ითქვას. ანუ იქამდე პროდიუსერი არ ყოლია, თუმცა თქვენით თქვენი ჯაფით. იქიდან რაც გავიცანი ზვიადი დავით ზვიადის მუსიკით მე დავმეგობრდით. შეიძლება ითქვას რომ ჩვენი პროდიუსერის და ჯგუფის ურთიერთობა ჩამოყალიბდა მეგობრებიდან ჯერ პირველ რიგში. შემდეგ დავინტერესდი და ჩავთვალე რომ ის რაც გარკვეული პრეტენზია მაქვს თუ ინიციატივა მაქვს რომ მუსიკაში ამ სფეროში რაღაც გავაკეთო. ძალიან დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამ ჯგუფთან ერთად და შედგა ჩვენი თანამშრომლობა და დღეს ჩვენი ურთიერთობა არის ძირითადად ჩამოყალიბებული იმაზე, რომ მომავალზე ვფიქრობთ რა გვინდა გავაკეთოთ, ახლა იწერება ალბომი, შემდეგ ალბომის პრეზენტაციას გავაკეთებთ, რომლის დეტალებსაც ალბათ მე უფრო გავახმაურებთ. და დაგპატიჟებენ აუცილებლად. გარდა ამისა, ეს ალბომი რო გაყიდვაში იქნება საქართველოში და გვინდა უკვე ცოტა ხმაურიანი ნაბიჯები გადავდგათ, ცოტა უცხოეთშიც გავიდეთ ამის, ხო. ცოტა არა, თუ გახვალთ კარგად გადით, ისე რომ თან წაგვიყვანოთ. თავდაპირველად ვიტყვი ჯერ ამ ეტაპზე ცოტას ვიტყვი და მე ვნახოთ ხმაურიანად, იმიტომ რომ ამ ჯგუფს ნამდვილად აქვს ის პოტენციალი. იქნება ნიჭი თუ ვარსკვლავური ასე ვთქვათ ქარიზმა, რაც ჭირდება ზუსტად სცენას დღესდღეობით და მიმაჩნია რომ ეს ჯგუფი რაც თქვა სახელი 10-მდენ სიტყვის ძალიან მალე. ასე რომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ყველაფერს. მადლობა მირიან.
სხვათა შორის აი სანამ ჩვენ სტუმრები მოვიდნენ მანამდე მხოლოდ თქვენ შესახებ რაღაცები მოვიძია ინტერნეტში რას წერდნენ და აი ფორუმებზე ძირითადად ეწერა თქვენი შეფასება იყო ესეთი ხარისხიანი მუსიკა რაც აი მე ვფიქრობ ჩვენთვის ესეთი ინდიკატორი არის ეს სიტყვა აი ეს კი არა რომ უბრალოდ კარგი ბიჭები არიან კარგი ბენდია არა აი ხარისხიან მუსიკას უკრავთ და მე ვფიქრობ რომ ეს თქვენთვის ეს საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია ჩავერთვები ხარისხს რაც შეეხება აქ ორამეს დავაკავშირებ ერთი რომ სამომემაც თქვა რომ კონცერტზე არ ვიყავი აგერ მარიამიც ამბობს რომ ხარისხიანი მუსიკა და ამის დასტურად შემიძლია რომ დისკები აუ როგორ გამეხარდა ძალიან დიდი მადლობა ხელში რამდენი ხანია ვინმესი არ დაიწყე ჩანაწერებიდანაც მიხვდებით რომ არ ვიზარებთ ყოველ დეტალზე ფიქრს ახლა მე თან ბრავოში მუშაობ და მე მეხმარება რომ უფრო ანუ ამ სტუდიაში ხდება თქვენი მუსიკალური პროდუქციის შექმნა კი მან ხდება დიდი მადლობა ზაზა შენგელიას რომელიც მოვიკითხავთ დიდი სიყვარულით ჩვენს ბიჭებო კონცერტი სულ ახლახანს იყო ანუ ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი რომ ეხლა უცებ კონცერტით შემოვთავაზოთ ალბომიც გავაკეთოთ ყველაფერი იმიტომ რომ ახლო წარსულზე საუბრობთ ამდენადაც აი ხა რადგანაც ალბომზე მუშაობთ ხა ცოტათი ეს კონცერტები მოვიკელით ხა იმიტომ რომ ესეთი თემა არის რა აი ცოტა კონცენტრირება ჭირდება კი ჩავატარეთ ხა ცოტა კონცერტი მაინც ნუ ხალხი გთხოვდა რაღაც და გავაკეთეთ პირველად გავაკეთეთ ხოლმე შორის unplugged კონცერტი სულ აკუსტიკურები დავუკეთეთ ყველა სიმღერა თან ცოტა უცნაურია ჩვენი სიმღერები აკუსტიკურად რომ გავაკეთეთ და იმიტომ რომ ეგეც ექსპერიმენტი იყო აი რომ მოусმეთ სიმღერას მიხვდებით რომ აი ეს აკუსტიკურად როგორ უნდა გავაკეთო უბრალოდ რაღაც მაგრამ თან მოდური გახდა ამ ბოლო წლებში გააკუსტიკურება რაღაცეების და მე ძალიან მომწონს და რაღაცნაირად კბილა და კარგად ისმინება კი და სხვათა შორის გამიკვირდა ჩვენთვის ეს რაღაც უცებ გაკეთებული მომენტი იყო რა ერთ კვირაში გავაკეთეთ თელი ეს ისა რა სიმღერები და ანუ უბრალოდ გავაკეთეთ პატარა ბარში ასე ვთქვათ და მეგობრულ წრეში გვინდოდა ძალიან ხალხი მოვიდა და ძალიან ერგული მსმენელებით ბევრი აღმოჩნდნენ ჩვენ ანუ რაღაცა შინაურულად რაღაცაზე დავწეროთ რომ შინაურულად ისგან მოდი და აი გადატენილი იყო იქაურობა ხალხი გარეთ იდგა წვიმდა და მაინც იდგნენ და იქ კარებიდან გვისმენდნენ და რაღაცა და თან ძალიან მოეწონა და ძალიან გამიხარდა კიდე ჩაატარეთო გითხეს ასეთი კონცერტებიო რაღაცა რაც სიყვარული და სითბო და რაღაც ეგეთი ამეტავზე ორი წუთი აი ვიტყვი ბანემ რა კი გეგმებზე ვსაუბრობთ ამ ეტაპზე რა კი ალბომზე ვართ ასე ვთქვათ არათლად ჩაკეტილი სტუდიაში მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდი დრო მიაქვს პარალელურად თუ კონცერტებით არ გავანებივრებთ ჩვენს მენელებს შევეცდებით რომ გარკვეულ ფესტივალები იქნება თუ კონცერტები რაღაც დოზით მაინც მივიღოთ მონაწილეობა რომ ჩვენი მსმენელი ასე ვთქვათ არ მოვენატროთ ძალიან ჩვენს მონატროთ თავი ნამდვილად ძალიან კარგი ახლა სულ ცოტა ხნით რეკლამას დაუთმობთ დროს და გავაგრძელებთ ასევე შეგახსენებთ რომ ჩვენს ბიჭებს მომზადებული აქვთ ერთი კომპოზიცია რომელსაც სიმღერით დავადე შემოვიდეთ შემდეგ ეგ უნდა ნეგამაგაშია საქმე პირდაპირ დავიწყებთ სიმღერით ასე რომ დაგველოდეთ დილა იმედისა სალომე ბაკურაძესთან ერთად დილა იმედისა I
მე ნამდვილად არ ვიცი თქვენში რა ემოცია გამოიწვია და ნუ სავარაუდოდ ყველაში კარგი ემოცია გამოიწვია, მაგრამ მე მთელს ფურცელზე რო გულები მახატინა ამ სიმღერამ და აი გული ამიჩქარ და მე შენ გახატინა და მე ამიჩქარ და ჩქროლდა ხო? ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ენერგეტიკით. ეს სიმღერა არის იმაზე, ვისაც რაღაც დონეზე ფეხზე კიდია რა. ხო, ფეხზე კიდია. მაგიტო ფიქრე სიმღერას I don't give a fuck. ვიდრე ქართული გაგებით უნდა გავიგე. რა თავი რადიო იმედი არ უნდა დაიგიდოთ ფეხზე, იმიტომ რომ არ არის უბრალოდ თქვენგან ამის ღირსი ზურფასო მსვენელებო და უნდა იყოთ ჩვენთან ერთად 11 საათამდე დილა იმედისა თქვენთვის იქნება და ესე იგი კითხვით გავაგრძელოთ, ხო? მე მგონი ზვიაჯობია. ვისაუბროთ იცი რაზე? აი იმაზე თუ რომელი ნახვა აქვს თქვენს ვიდეოს ყველაზე მეტი, რომელი სიმღერა უყვარს განსაკუთრებით მსმენელს და ასე შემდეგ. ხო, ანუ აიწევან რაღაცა კურიოზივით, რომ ის მოგვიყევით ერთი გავაჟღეროთ, ხო? ესე იგი, ჩვენი ვიდეოებიდან ასე ვთქვათ, ყველაზე ბევრი ნახვა აქვს ერთ-ერთი სიმღერა, ჩვენი კლიპები რაც გვაქვს. ხო, ანუ ერთ-ერთი იყო თავიდან Blind World იყო პირველ ადგილზე, მაგრამ მე გადაასწრო My Lover is a Killer-მა, რომელიც უფრო მეორე გადავიდეთ რა. და 4 ვიდეო რგოლი გაქვთ რამდენიც ვიცი, ამ დრომდე. და ანუ ცოტა უცნაური ის არის, რომ უმეტესი მსმენელები ანუ ამ ბოლო დროს მოემატა, რომ არიან თურქები. ობა. და შემდეგ ძალიან გაგვიკვირდა ეს თურქები წერენ რაღაცებს, წერენ რომ რაღაცას მოსწონთ რაღაცას აწერენ, რომ რაღაცა მეცა მეგონი უცნობი თუ უცხო თუ რაღაცა ქვია რაღაც იმასა და მეთქი რა არის და თქვენ ვერ ხვდებოდით რა ხდება. იმდანაც ბევრი ნახვა იყო სხვა ვიდეოზე მე როგორც მივხვდით რომ იქიდან გადმომისამართნენ მე და ეს related ვიდეოებში ასე თქვა ვიპოვეთ ეს ვიდეო და ასე თქვა რაღაცა თურქული ფილმი თუ რაღაც შეიძლება არ იყოს თურქული ფილმი არ ვიცი სერიალი იქნება ხო ალბათ ხო და ანუ რაღაც უფრო ფილმს გავდა რაღაც უფრო სერიოზული ის ქონდა ესეთი რაღაცა არისო და ანუ უცნაური ის იყო რომ მაგ ვიდეოს უფრო მეტი ნახვა აქვს ვიდრე ჩვენს ვიდეოს ანუ სადღაც 150,000 ნახვა ანუ რაღაც თურქულ ვიდეოს დაედო ჩვენი სიმღერა დაედო ეხლა ვიღაცამ გააკეთა fan made ვიდეო ასე ვთქვათ ეხლა ჩვენც არც არაფერი არ მივწერეთ არაფერი რა უნდა მიგვეწერა სმენელებს შოულობს ახლა ხო და აქ ესეთი უცნაური ამბავი არის ამ სიმღერაზე რომ ასე მოგვემატა ოფიციალურ ვიდეოზე მეტი ნახვა აქვს რაღაც აი სეილრომა თუ იცი სიმღერა იქაც ეგრე არის fan made ვიდეოს უფრო მეტი ნახვა ვიდეო ოფიციალურ არ დაფიქსირები არის ესე ბევრი არიან თურქები და ნუ ერთი შემთხვევა ხო არის სწავლეთ ისე ღირს მეგონი რომ ჩავიდით იქ მოთხოვნაც გაჩნდა მე რაღაცები წერენ თურქები რომ ჩამოდით აი რო გაქვს მირიან თქვენ რო თქვით რომ აი ეს გადაწყვეტილი გვაქვს რომ საზღვრებს გარეთ გავიდეთ და მე მგონი დროა რომ პირველი დაგეგმოთ თურქეთით დავიწყებთ მეზობელი ქოლია თუ უკვე აუდიტორია იქ თალკე ასპეციალს არც თუ ისეთი ცოტა ნახვა აქვს ასევე ერთ სიმღერას ოულ აი ზუსტად ეგ უნდა მეკითხა ახლა და რატომ აქვს მე და რატომ აქვს ხო რაღაც ვიცი რომ ისეთი საკმაოდ რეზონანსული იყო ეს ვიდეო იმიტომ რომ არის ნამდვილი კადრებით შექმნილი და კადრებია ეს ესე იგი ჯერ ანუ შედგა კადრები თავიდან ჯერ არ ვიტყვი რა არის და ხა მე ვიტყვი თავიდან იყო ასე ვთქვათ კადრები რომელიც ანუ ისე კაი გამოვიდა მე და ისე საინტერესო იყო თან ეს სიმღერაც დაუწერე ჩემ მეუღლეს რომ მე გადავწყვეტე რომ კლიპი გავაკეთებინე იმისგან რომ რაც ძალიან მოეწონა ხალხს ესე იგი ეს არის კადრები როგორ დავნიშნე ჩემი მეუღლე რომელიც აზრზე არ იყო საერთოდ რომ აპირებდი რომ დამენიშნა უკვე წელიწად ნახევარზე მეტი ერთად ვიყავით რაღაცა მაგრამ ნუ ნამიოკიც კი არ მქონდა თქვამი რომ აი უნდა რაღაცა და შემდეგ ესე ასეთი სურპრიზი მოუწყე მამაჩემს ვთხოვე რომ ამოეყვანა ჩვენს აგარაკზე ვითომ აგარაკთან გავაკეთეთ ის და ვითომ ჩოლოდ ვიკრებებით ხოლმე რაღაცა K-pop და რაღაცა და ჩვენ ანუ იქეთი 60 კაცი ვიყავით გამზადებული ეს თელი აპარატურა განათება დიჟოკები ავიტანეთ ძალიან ბევრი ვისკენით ვიწვალეთ თან წვიმა წამოვიდა ორჯერ ყველაფერი თავიდან შევყარეთ ის პერიოდი იყო რაღაცა საშენი ცუნამი კი არა ხენ რამე იყო ეგ ჩვენთან არ იყო საშენი ქარიშხალიო თუ რაღაცა და ხო ზუსტად გეტყვით იყო 4 სექტემბერი რა ეგ მახსოვს ხო და ოკეი მაგ დროს ეს ვქენით რა ქვია თან მაგ დროს ვიყავი ხოლმე ვოისზე ვიყავი გასული პირველი პრეკასტინგი გადალახული მქონდა იქ ოკეი ხო და ოკეი ესეთი ის მქონდა მზადება რაღაცა და უცებ მოდის აქ და ჩვენ ანუ უკვე მანქანით მოიყვანა რაღაც წყარო უნდა ვიპოვო რაღაც და გამოდის და ეს თელი ის მქონდა მოწყობილი იქიდან ჯერ ჩვენ ვიწოვ დააკორას მე გამოდიან ამ ჩემ მეუღლეს ვეძახი ბულს და სიმღერასაც ქვია მაგიტომ want იშიფრება როგორც our walking life რა ეს მაგიტომაც წერტილებით
ხო და გამოდიან იქიდან ხალხი რაღაც მანათობელა ბუები აქვს იქიდან გამოდიან ბუშტებით რომლებიც ანათებს ასევე რაღაც ფეიერვერკი და რაღაც გაგიჟდა ბოლოს და მე დავნიშნე და ძალიან ლამაზი ვიდეო გამოვიდა მთლიანობაში. ძალიან ბევრი ხალხი იღებდა მონაწილეობას ამ სიურპრიზში ასე ვთქვათ და ძალიან ეფექტური იყო და ალბათ მაგიტომაც უცებ გაპოპულარულდა ეს ვიდეო. შეუყვარდა ალბათ ნამდვილი ემოცია ყოველთვის იგრძნობა და გადადის მსმენელებზე თუ მაყურებელზე თუ არ ვიცი ვინც იქნება და ნამდვილად ეს ემოხდა. და სწორად ეს კადრები არის ამ კადრებისგან არის ეს კლიპი თქვენი და მე მახსოვს ანუ ძალიან წვალობდით რა მაგინების განათებებზე და რაღაცებზე დავარბოდით და მაგას წვალობდით და აი უკვე ეს მომენტი რა იყო რომ ღეროდით რა ანუ რომ ხედავდი იას რა რომ ესე ტიროდა რა და მე ვერ უყურებდი რა იმიტომ რომ უნდა მემღერა რა და როგორი აკანკალებული ხმა მეჩითებოდა მე ხო ცუდად გავხდი რა უყურებდი მოქმედა და აჩუყებული ვიყავი და ესე უყურებ იას და მივხვდი რომ ეგრე ვეღარ გავაგრძელებდი სიმღერასა და ადა რაღაც ხე ამოვირჩი რა იმას უყურებ ყველას თავისი ადრესატი ყავდა ესე იგი სიმღერის შესრულების დროს. იქ ძალიან ემოციური დღეც იყო ზოგადად. შენ იქაც პროდიუსერობდი. იქ ორგანიზატორი ვიყავ. ორგანიზატორი იყო მინდა აუგოს. აი მანდიდან კაკა ჩაება საფუძველი თუ ჩაიყარა. სადაც ხო საფუძველი მან ჩაიყარა და ძალიან ბევრი შრომა დაგჭირდა, იმიტომ რომ ორი დვიჟოკი ჰქონდა ერთი განათებაზე, ერთი ხმაზე, ასე ვთქვათ და ბევრი ვიშრომე და ძალიან ეფექტური გამოვიდა. კარგია. ძალიან კარგი. საერთოდ რაღაც ისეთი ენერგეტიკა დაატრიალეს, რომ ერთი სული მოქვს თქვენს კონცერტზე, ანუ რა შეიძლება მალე რომ დაგეგმოთ ბიჭებს ალბომი აქვს, რომელიც თავისთავად კონცერტს მოიტანს. შეგატყობინებს მაგასაც. იცი რა იმედი. თორე აი დანაის როგორც ეწყინა წაღატომ არ გამოტოვოთ. და აი ბოლოს მინდოდა მეკითხა. მე ფიქრობდა რომ აი რა ვიცი ეს ჩემი მასაჟება და სხვა შორის ერთხელ არ მიკითხავ სალომე არ ჩვენთვის. მგონია რომ ყველა მუსიკოს ვინ განსაკუთრებით მათ ვინც თვითონ წერს სიმღერებს და თვითონ მეასრულებს, აქვთ რაღაცისთვის მღერიან და რაღაცისთვის ქმნიან თავენ შემოქმედებას. ხო, ანუ რაღაცის თქმა სურთ, ანუ ზოგისთვის ეს არის უბრალოდ რეალიზაცია თავის გრძნობების. ნუ მოკლედ სხვა და მე მაინტერესებს თქვენ თუ გაქვთ რაიმე მესიჯი თქვენი მუსიკით, ანუ რამის თქმას თუ ცდილობთ? მინდა პირველ რიგში ერთი რაღაც აღვნიშნო, ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც საკუთარ სიმღერებს ვასრულებ. ცოტათი დაჟე მიჩს წარმოდგენა, ანუ სხვისი სიმღერა კი შემისრულებია, მაგრამ ყოველთვის გონია რომ როდესაც საკუთარ სიმღერას ღერი ხარ რა. აი ავტორშემსრულებლის ხიბლის სწორედ მაგაში. აი ძალიან ახლოს მოდის, ანუ ესე მგონია რომ შენზე კარად ვერავინ ვერ იტყვის მაგას რა, აი რაც ვინც ამბობს. ზუსტად იცი რა ემოცია უნდა იყოს კონკრეტულად. იმ ლირიკაშიც კი რაღაცა ქვე მესიჯები დევს, რომელიც მარტო ერთ ადამიანს ესმის ხოლმე და ის შეიძლება ბევრ ადამიანს სხვადასხვანაირად გაიგოს. და რა თქმა უნდა ისიც საინტერესოა როგორ გადმოსცემს. და რაც შეეხება ჩვენს ამ კონცეფციას, არის უფრო რომ ანუ არა ძალადობას, ომს და ასე შემდეგ და ლიბერალურობა. კიდე ანუ რომ ანუ სამყაროში არ არსებობდეს კონფორმიზმი რა, უფრო მაგისკენ იმასობით რომ ადამიანის გონება იყოს თავისუფალი და არ იყოს სხვა ადამიანებზე დამოკიდებული. ხო, ეს სისტემებია, რომელთან დაკავშირებით ჩვენ მთელი დილის მანძილზე პრინციპში და მთელი წლებია უკვე საუბრობთ. გაშლილად თემები გვაქვს. მე არ ვიტყვი უკვე სიყვარულზე რაც მაქსიმუმები, უფრო სიყვარულზეა, მაგრამ ძირითადად ესეთი აი გადმოსახედი და ასე თქვა ხედვა არის მაგ მიმართულებით ჩვენი. ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ დილა გაგვილამაზეთ და ჩვენს გარდა მთელ 33,000 მსმენელს, რომლებთან რიცხვიც დარწმუნებული ვარ გაზრდილია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ 34 იყო, რატო დააკელე? მე არ მახსოვს ეს რიტყობა. 34,000 და ეხლა ხო გაზრდილი იქნება კიდე. 34,000 და 3 წერტ მრავალ წერტილი. მსმენელი, რომელიც ჩვენს დილაზე მოდის, ესე იგი. ხო ესე ამბობენ. და ჩაითო სიმღერა დისკი, ნაჩუქარი დისკი, I wish you. ქვია სიმღერას, რომელსაც ჯგუფი The Means ასრულებს და ჩვენ დავნერგავთ ჩვენს ბაზაში და ეს სიმღერები, ეს 5 სიმღერა, რომელიც ჩვენს დისკზეა დატანილი, აუცილებლად ვატრიალებთ დილის მანძილზე, კი არა, დღის მანძილზე. მადლობა, რომ ჩვენი სტუმრები იყავით, წარმატებებს. ჩვენი სტუმრები იყვნენ მირიან კოლულაშვილი, ზვიად და ზაზა მღებრიშვილები, ჯგუფი The Means-ის ორი წევრი, ანუ არასრული შემადგენლობით და პროდიუსერი ძვირფასი ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე. დილა იმედისა დასრულდა, ნახვამდის. დილა იმედისა, სალომე ბაკურაძესთან ერთად. დილა იმედისა.